ფედერაციის. კარგით, მოკლედ მოგახსენებთ საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია შევიდა მსოფლიო ფედერაციის რიგებში პირველად ამ სპორტის ისტორიაში საქართველოში და პირველად ეროვნული გუნდის ნაკრების სრული შემადგენლობით არის დაპატიჟებული ევროპის ჩემპიონატზე. ძირითადი პრობლემა ჩვენი არის დღეს დაფინანსება, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენი წასვლა დგება კითხვის ქვეშ, იმიტომ რომ არ გვაქვს დღეს დაფინანსება თუნდაც სპორტსმენების გასამგზავრებლად. სამინისტროს ბატონ ლევანს მინდა მოუხავ ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, ძალიან ბევრ რაღაცაში დაგვეხმარა და პრინციპში გვიდგას ბოლომდე გვერდში. სამწუხაროდ უბრალოდ თანხების არარსებობის გამო ჯერჯერობით ჩვენც გვიან მივმართეთ თანხებთან დაკავშირებით და ყოველ შემთხვევაში სპორტის სამინისტრო გვიდგას გვერდში. პრობლემა არის ჩვენ მივმართეთ 32 კომერციულ ყველაზე დიდ კომპანიას და ყველამ განაცხადა უარი დაფინანსებაზე. ეს არის ეროვნული ნაკრები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მონაწილეობს პირველად ევროპის ჩემპიონატში. კი, უკვე არის ეს საფრთხე და ვცდილობთ რამენაერად სულ დაგვრჩა 2 კვირა მონაწილეობის მისაღებად და სულ დაგვრჩა 2 კვირა იმისთვის რომ მოვიძიოთ ეს თანხები. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო რამდენიმე პიროვნებას, ვინც გვეხმარება დაფინანსებაში და ურთიერთობაში, ვთქვათ, კომერციულ კომპანიებთან. ეს არის პირველ რიგში ანრი ჯოხაძე, არის ჯგუფი მგზავრები და ჯგუფი ფრანი, პრინციპში, ვინც ცდილობენ ყველანაირად რომ დაგვეხმარონ. უკაცრავად, რა თანხებზეა საუბარი, მაინც რამდენი არის ამ? საშუალო თანხა უბრალოდ რომ გაემგზავრონ სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე შეადგენს 5000 ლარს, ესაა უმნიშვნელო თანხა. სპორტის სამინისტროში ჩვენი ბრალი ის არის, რომ გვიან მოგვიწია შეტანა განცხადების და ამიტომ პრინციპში აი თანხის არარსებობის შემთხვევაში ანრი აფინანსებს სამ მებრძოლს ასასვლელად თავისი ხარჯებით და საკვირველი ის არის, რომ ამ ამბით დაინტერესდნენ უფრო ხელოვნების მოღვაწეები და არა შესაბამისი, ვთქვათ, ორგანოები. ჩვენი თანამეგობარი ფედერაცია, საბჭოთა ფედერაცია საქართველოსი და ასევე შეუძლია რამდენიც თუ. კი ბატონო, მე წარმოვადგენ უშუალოდ ეროვნულ ფედერაციას, ჩვენ ორთაბრძოლების შერეული ფედერაციას დიდი ხანია თანამშრომლობთ. მე მინდა ესეთი ცოტა ხაზგასმით თქვა, რომ მრავალი წელია ვიცნობ ამ სპორტსმენებს, მიმსაჯია მათი სერიოზული ტურნირები და ვიცი რომ ეს ბიჭები ნამდვილად მომზადებულები არიან და ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან. რა არის აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რომ ესენი არიან უკვე დასრული ჩამოყალიბებული სპორტსმენები. მაგალითად, ახლა ჩვენ შემთხვევაში მე მრავალი წელია ფედერაციას ხელმძღვანელობ და ბავშვთა სპორტი მაგალითად, ხომ ბავშვებისთვის მოტივირება უფრო ადვილია, ბავშვის მოტივირება, ხო, აქვს მოტივაცია და გარკვეულ ასაკამდე მისდევენ სპორტს და მიყვებიან. მე რაღაცა უკვე დასრულების პერიოდში აღარ ვარჯიშობენ და აი მე მინდოდა ესეთი მხარდაჭერა გამომეჩინა ამ ბიჭებისათვის, იმიტომ უკვე დასრულ ასაკში არანებებენ თავს და პროფესიონალურად მისდევენ და მოტივირება იმისაც კი არ აქვს, რომ ელემენტარულად ამათ თუ შეჯიბრზე ვერ მიიღეს მონაწილეობა, სხვა რაზე შეიძლება იყოს ხო საუბარი და მოდით აქ აღვნიშნოთ რა, რომ საქართველოს პირველად შეძლო მოეხერხებინა, რომ აი ამ დიდ ორგანიზაციაში ხა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ MMA ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა არის და ძალიან ყურებადი სახეობა არის. ხო და აქამდე არიღებდნენ საქართველოს, ნუ გარკვეული მიზეზები იყო ამისთვის, რატომაც ვერ იღებდა საქართველოს მონაწილეობას და ეხლა შეძლეს ამ ბიჭებმა მიეღწიათ იმისთვის, რომ დაუშვეს ოფიციალურად მიიღეს ესენი სოფლიო ოჯახში, ესე ვთქვათ, MMA-ის და დაუშვეს ასეთ შეჯიბრზე და კიდევ იმის აღნიშნავდა, მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, რომ თვითონ მონაწილეობის თანხას და სასტუმროს თანხას სოფლიო ფედერაცია ესასტუმროს თანხას ფინანსებს თვითონ და მხოლოდ გამგზავრების თანხაზე არის აქ საუბარი, 5000 ლარი არის გამგზავრების თანხა და ვერ მოიძიეს, რომ გაემგზავრონ.
კერძო სტრუქტურებს რაც შეეხება ხა ეს ჩვენი გაკეთებული განცხადები მე ღრმად ვარ დარწმუნებული შეიძლება არც ერთ ხელმძღვანელ პირს თავისი თვალით არ უნახავს და არ წაუკითხია და შეიძლება არც იციან ჩვენ რას ვთავაზობთ ამით ნებისმიერი მსხვილი კომპანია რომელიც დაგვაფინანსებს ჩვენ ვაცხადებთ მას როგორც გენერალურ სპონსორს წავალთ სიტყვაზე მსოფლიო ნახავს მაისურებზე ლოგო იქნება დატანილი და სხვა რა უნდა გავაკეთოთ ახლა სპორტი არ არის რომ რაღაცა ერთ დღეში ამან ისეთი ის გააკეთოს თქვათ ბიზნესის თვალსაზრისით გაიზარდოს მათი ან რაღაცა გენერალურ სპონსორობაც მე მგონი არ არის პატარა რაღაცა რაც შეეხება ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ ბიჭები ფაქტურად ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ ტურნირისთვის და რომ გამოვტოვოთ ესეთ შესაძლებლობა კიდევ ერთი წელი არ გვექნება რა და ყველას მინდა ისევ ვთხოვო. საშიშროება შეიქმნას იმის რომ მომზადებული სპორტსმენები არ გავხართ. მინდა აღვნიშნო ერთი რაღაც ეს არ არის კომერციული ტურნირი, ეს არის ევროპის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობს 51 ქვეყანა, სადაც უნდა ავწიოთ საქართველოს დროშა და დაუკრათ საქართველოს ჰიმნი და სანაცვლოდ ჩვენ არც თანხას გვიხდიან, არც არანაირი დაფინანსება არ გვექნება თქვათ ტურნირიდან თვითონ. ერთადერთი მიზანი არის დღეს წავიდეთ, გავიმარჯვოთ ტურნირში, ჩამოვიდანთ ოქროს მედლები და ვასახელოთ საქართველოს. ამაზე ელაპარაკე. Adiós.